გაუმარჯოს მაყურებელს. თქვენ უყურებთ სატესტო ეპიზოდს გადაცემის უმისამართო. ბიჭებს გვინდოდა სადმე წასვლა და ვერ ჩამოყალიბდით, საწავსულიყავით და მოვიფიქრეთ ესეთი რაღაცა, რომ გამვლელს ავარჩევიოთ მიმართულება. აქ მაქვს დასავლეთი, აღმოსავლეთი, ჩრდილოეთი, სამხრეთი და ნებისმიერ გამვლელს ხოვთ რომ ამოიღოს ერთი ფურცელი, რაც ამოვა იმ მიმართულებით წავალთ და გზაში უკვე რა მოხდება. ჩვენც არ ვიცით. ასე რომ ნახოთ ერთად რა იქნება. ვიპოვეთ ადამიანი, რომელიც დაგვეხმარება. მადლობა ძალიან დიდი, შენი სახელი? თაზო. სასიამოვნოა თაზო და რავი, აი ერთი ამოიღე ნებისმიერი არც ვიყურები. რა წერია მითხარ? სამხრეთი ამოგვივიდა და დიდი მადლობა მაგ დახმარებისთვის და ეს საჩუქრად ლუდისას ჭიპსები და ბავარიას ლუდი შენ. მადლობა ალგოსფეროს რომ ზრუნავს ჩვენს განწყობაზე. წავედით. გათენილი გვაქვს მანქანა იმისთვის რომ ყველაფრისთვის მზად ვიყოთ მაქსიმალურად რაც შეიძლება გზაში მოხდეს. ყველაზე მნიშვნელოვანი რაც არ უნდა დაგჭირთ საერთოდ არის სკოჩი. ნამდვილად სკოჩის გარეშე არცად არასოდეს არ წახვიდეთ. რადგან მოვიდა სამხრეთით, მოვხიეთ სამხრეთით და რაღაცები იქნება რა. იმედი მაქვს რომ სადღაც ძალიან კარგი მის პონტი იქნება. კაი, საბანაკე. რას ვნახავთ? წეროებს. ზაუდისთვის ვიმზადებით ჯოატრე? კი ბატონო. დინამიკი ხო არ ვიყიდოთ, მე მუსიკებს რომ მოვუსწრებთ. მოდი ვიყიდოთ რა. ან სიძვირია წალკაში ეგადარეული ვარ. თუ ბუნებაში გახვალთ და გველს ვერ ნახავთ, აი ესეთი გველი შეგიძლიათ რომ შეიძინოთ და თქვენი გველი გაყოლებათ. საყვარელი კობრა არის. გველებს ვიცნობ, ვერ სხვათა შორის. შენ ცხოველს ცოტა გველებს. კი გასა. ეს არის ზურიკო. სავარაუდოდ იცნობ რაღაცებიდან, მაგრამ ჩვენი ოპერატორი არის სიყვარული ძმა და მეგობარი. ბიჭებმა როცა მოიფიქრეს რომ მისამართო მოგიო, ზურიკო იყო მაგის ერთ-ერთი თანაავტორი და გადავწყვიტეთ ერთად წავუსულიყავით და თან მე გვეხმარება რა, იმიტომ რომ აზერა ვარ ჩვენ კამერების და რაღაცეების და კამერა გადაბრუნდა და ყევები რო არ ვიძახოთ, მაგიტო გვეხმარება. ეს არის ხაშურსკი ციხელა, ხაშურის პრინცი. კამერა კაცი. ხაშურელი მაჩო, რავი, როგორც გინდათ ისე მოიხსენიეთ. და რაღაც ცოტნე რა ევაჭრავ, ნახო გადავიხადო, მე უნდა გადავიხადო, იმიტომ რომ ფულები მე მაქვს. ევრიალად მიიღეთ. მადლობა. გაიხარ. 1.15 ლარი უკან გადმოგვიდი. საკაი პარამეტრები და რაღაც. გინდა? კი ბატონო, ვარდისფერი ალბათ რა. ვარდისფერი ჯობია. Ay senden geldiğin rüzgasından peynir alayın. Ay mafya. Salgis hveli, supta. ჰერკულესის ცხენში ვიყავით ახლა. თავიდან რომ შევედი ძალიან. გიორგი, თუ შეიძლება, რესტორანი პეგას. ხო, რესტორან პეგაში. გზაში ვარ 3 საათზე მეტია არის, ხო, უკვე. მოკლედ მოვახციეთ აქამდე მოგშივდა გზაში და გადავწყვიტეთ პატარა პარკინგი გაგვეკეთებია, პარკირება რომ ვეჭაჭა. ცოტა მითხრა რომ საკუთრებაში რომ მეხვალ გაიყოლე კამერაო და ძალიან დამაინტერესა просто რა ხდება ეგეთი და არ მინდა, მაგრამ დავთვალიეროთ. მადონად ვარ და გადავაბა უბრალოდ საკუთრებაში შევიდე. აბაზანა, ან შეგიძლია რომ წყალი გადაიღო პირდაპირ. თავიდან რომ შევიდა რუსულად ამელაპარაკე, ცოტა მეხამუშა არ მომეწონა. მაგრამ მე მითხრეს რომ ჩვენო სამხები ვართო. მე მეთქი არა უშო. საერთო ენა რამე ენაზე უნდა გამოვნახოთ. გეტყვით თუ შეიძლება. Только цотне знает по-русски круто и он говорит по-русски. Не я. მერე ვისაუბრეთ რაღაცები თავისი კერძები შემოგვთავაზეს. გამისწორდა ძალიან. თევზი მე არ მიყვარს და პირველად არ მიჯამია, მაგრამ იშვიათად ჭამ ხოლმე და მე დარწმუნებულია რომ მოხვიდეთ იდეაში თვითონ გეტყვიან რომ ეგ თევზი ჭამეთ, იმიტომ რომ მართლა კარგი იყო ძალიან. რეალურად არჩევანი აქვს ორ თევზს შორის. ყალმახი იყო და ეს თევზი. წერა ვკითხეთ ბარათით გადახდა გაქვთ თუ არა, და თუ ეხლა არ გაქვთ და თუ ვერ გადახდა, არა უშო შემდეგში იყოს. რაღაცნაირი. როცა მოყვარული მოდი გავხსნათ, მე დარწმუნებულია რომ თქვენც ეგრე ხართ, რომ იმ სახლში სადაც თქვენები ხდებოდნენ ხოლმე და ეხლა ცარიელი შეიძლება იყოს ის ადგილი და ჩადიხარ, ანუ ძალიან ცუდი შეგრძნება რა და ალბათ ჩასვლაც არ გიხარია ხოლმე, იმდენად ცარიელი იგრძნობა ხოლმე, მე ვერ ვიტან, აი მაგრამ მეგონა რომ მეთქი ბაბუა ჩემის იყო და რაღაცა იმეთქი, არ ვიცი, გავგიჟდები ამაზე, იმდენად მტრუგუნავს რომ ჩავდივარ, რომ იქ ცარიელი ხდება, აი არ ვიცი, რავი, მგონია რომ ყველა ეგრე არის რა, იმიტომ რომ ის ადგილი მაგისთვის არის ხოლმე. მოდი გავიხსენოთ ჩვენი ეგეთი ტკბილი და გემრიელი ხალხი ყველას. სოლა იყოს და სადაც არიან, თუ არიან სადაც არიან. იმედია რომ რაღაც არსებობს, კარგად იყვნენ და მაგრად იყვნენ. Აბაგონება იყოს იმ ხალხის. აი რაღაცა თქო და ხო წავია. Приятного аппетита. Спасибо большое. აუ, ძალიან კაია. აუ, ძალიან კაია.
ორი დავწერე თემთოფანი. მე ძალიან მგონს ბადური ჯონსა და მონასტრომ ყველაფერი. ან ძალიან გემრიელს აკეთები, ან ძალიან შია, ან არ ვიცი. ნინძოს. მე ძალიან შემიძლია ვთქვა, რომ ძალიან შია, მაგრამ კაი აკეთები. და ხოშია. თავი თუ გინდათ ვინმე სამთხა? თავი ჭიჭმე მოთხო. მე თავი არ მიყვარს, მართლა. მე თავი ასე. ახეთ ხარეს თუ წამოხვალ, ენდეთ რასაც შემოთავაზებენ, იმიტომ რომ ის უფრო ესეთებს გასინჯეთო და მე თევზის მოყოლი საერთოდ არ ყო. ხე გასინჯებინდა და ან დამევარსა, ანუ კიდევ ვამატებ და ვამატებ ისევ და. ძალიან გასწორ. ეხლა დავიძრებით ჩვენ აქედან საღამოს ტბა მოვიფიქრეთ ეგრე, რომ ჩავხედეთ როგას სამხრეთით რა უნდა გავაკეთოთ და რაღაც. საღამოს ტბა, ესა გვირჩეს გზაში. საღამოს ტბაზე მივალთ, დავბანაკდებით და განახებთ როგორ უნდა გაშალოთ ბანაკი. 3 წამში. 3 წამში. 3 წამში როგორ? სიცოცხლის დაზღვევა ნაყიდი არის, გაფორმებულები ვართ, ამიტომ არ გვეშინია არაფერს. მანქანის. მე მაინც მეშინია. საღამოს ტბაზე მოვედით და სანამ მასთან მივალთ უშუალოდ და რაღაცა, ჩემ ერთადერთ და უძვირფასეს სიყვარულს ვატყობ, რომ რაღაც მოწყენილობა შეეპარა და სანამ საღამოს ტბასთან მივალ, სანამ მოსაღამოვდება, ვეცდები, რომ ძალიან ლამაზ და კარგი თაიგული შეუკრა და მიუტანო ცოტნეს. იმიტომ რომ მე ჩემი ერთადერთი სიყვარული არის ცოტნე. აი ყვავილების კერფას რო დავასრულებ, ბუნებაში ვაკეთებთ ამას. ესევე ბალახი შეგვიძლია ამ ყვავილი ავიღოთ, კარგად შევკრათ, ასევე ბალახით. არანაირ თოკი, დოგვი და რაღაცები არ არის საჭირო, დოგვი არ ვიცი რა თქვი. ესე ლამაზად შეკრავთ, ყვავილითვე. აუცილებელია რომ ჯიბეში გქონდეს დანა. ოე, გარდენია! ლამაზად რო გადავჭრათ ყველაფერი. აი ესეთი შესანიშნავი თაიგული გამოგვივიდა. ეს შეგვიძლია მივართვათ პრინცესას. დაგვიგვიანდა 7 საათია ზუსტად, მაგრამ მოვედით კაი ლოკაციაზე. ერთი შუაკი რენჯერი იყო აქ და სადაც გავჩერდით თავიდან, გამოგვიშოვნე, აქეთ უფრო კაიაო და აქეთ უფრო მოგვეწონა მართლა. კაი დასაბანაკებელი ადგილია. მაღალი ბანქანით უფრო კარგ ადგილებზე მოხვალ წესით რა. უფრო გაგისწორდება. ეხა გავშლით კარვებს, ჰამაკებს, რაღაცებს, ცეცხლოვანებს, ისა მოვაწყობთ რა და იმედია დათვი არ შეგვწამს. ფოტოშოპს გითხრეს რომ არ არისო გამორიცხული. რაღაცები არიანო, მაგრამ არ აუშავსო რა. მოგეხსენებათ რომ ჩვენ ავდივართ როგორც ყოველთვის ცეცხლსრული არაღი ყოველთვის. ასე რომ ადგილზე გვაქვს ორი ავტომატი, ნაჯახი, დანა, შუბი, შვილდისარი, არბალეტი. რა გარტყა. ლაგატკა ვიყიდე გზაში კიდე. ეხა რაღაცები ჩამოიყრება. არაფერი არ ჩამოიხარა. დიდი გუნდი ვითომ იყრება. შეიძლება ითქვას, რომ დღეს შედგა მივახციეთ იმ წერტილამდე, სადაც გვინდოდა მისვლა და რა თქმა უნდა, ამისთვის დიდი მადლობა ჩვენს წარმდგენს ვუდისას, ჩვენს მეგობარ ვუდ ბავარიას, რომელიც წელიგზა ჩვენს გვერდით იყო, ყველაფერთან ერთად ალკოსფერომ სპეციალურად დღევანდელი საღამოსთვის გამოგვიგზავნა თავისი სასმელები და აგერ პატარა სუფრა მოვაწყეთ. სასმელებია მანახე. სასმელებია და ეს არის ჯინი, გიორგი და ტონიკებიც გვაქვს აქეთ ხა. ასევე გვაქვს ვისკი, პენრომახ და რატო ქენი? სურათს ამოვანათებ 360 რანაირად გვაქვს დამაგრებული. განახებთ? ავარია რომ ხარისხიანად. ჩვენ ეხლა რა ცოტას. მივირთმევთ რამე ხასიათისთვის და თქვენც მივირთვით. გაუმარჯოს ძმაკაცობა. ჩემთვის და ცოტნესთვის, სიხელ და ზუკი, ორივე იდეაში შეძენილი ძმაკაცები ხართ რა. ჩემთვის ეხლა უკვე ისე ხართ რომ შულიყო როდის და როგორ და რაღაცა იმდენად აზრი არა აქვს. 50 რო ყოფილიყავით ყველა და მაშინ გამეცანით შენ კი ხარ ახლოს. მაშინ რო გამეცანით ან მაინც იგივენერად ვიძმაკაცებდით და რაღაც, მაგრამ შეძენილი ძმაკაცები ხართ და ძალიან მიხარია მართლა რა, რომ ეხლა მაინც ცოტა დაგვიანებით და რაღაც, მაგრამ გაგიცანით ორივე და ესეთი მაგარი ურთიერთობა მოვიყალიბ და ეგრევე, იმიტომ რომ აი ჩემს აი გაიასნებული იყო ეს რო გავიცანი, ეგრევე მივხვდი. აი სამსახურში რო გაიცნო პირზე დაზმაკაცდები, ხო? შენზე ეგრევე ვერ მივხვდი. ხო, არა, შენზე პირველი შეხედვისას მეთქი ეს დაგჩიხავს მეთქი. ძალიან მაგრამ მიყვარხართ ორივე რა. ჩემთვის და ცოტნესთვისაც დარწმუნებული ვარ, რომ ძალიან დიდი საჩუქარი იყო ეგ და ძალიან მისწორდება ეგ. ის თემაც არის, რომ ეხა აკვართ ერთად, აი არაფერი არ გვეზარება ერთად ყოფნა ისე გვიყვარს და რაღაც რა და ძალიან მიყვარხარ, ძალიან პატივს ვცემ და ძმაკაცებს გავუმორდოს. თუ ჩვენ ძმაკაცობას გავუმორდოს და სულ ერთად კარგად და მაგრად ვიყოთ რა.
მოგესალმებით მეგობრებო, ეს არის არხის საბარელე და ეს მისაყოლებელი პოდკასტის სპეციალური გამოშვება არის, სადაც მე და ცოტნე უმასპინძლებთ ჩვენ უახლოეს მაკაცებს, როგორც არის ხაშურელი პრინცი. ძალიან გამიხარდება ამ სახელით თუ დარჩება ზოგადად რამენაირად ისტორიას. ქუჩაში რო იცნო, რომ აი შენ ხაშურელი პრინცი არ ხარ? ხაშურელი პრინცის სახელით თუ შემორჩება, ძალიან გამიხარდება. სპონსორებს მოგახსენებთ აქვე, ჩვენ წარმოგვიდგენთ რა თქმა უნდა ჩიპსი ლუდისა, რომელიც 3 გემოთი ერთ წარმოდგენილი და მეოთხეს ძალიან მალე შემოგთავაზებთ, ძალიან დიდი იმედი მაქვს, მე ძალიან ველოდები, ვიცი რომ ძალიან კარგი გემო უნდა იყოს, გასინჯული მაქვს თან და ველოდები. რა თქმა უნდა, ჩვენთან ერთად არის ლუდი ბავარია, რომელიც ჩვენ განწყობაზე ძალიან კარგად მოქმედებს და ჩვენი სპონსორია ალკოსფერო. აი, ეხა არის ზუსტად 4-ის 20 წუთი. ღამის 4-ის 20 წუთი არის და აქამდე ალკოსფერომ ძალიან გაგვახანგრძლივებინა ეს პოზიტიური განწყობა და ოღონდ ამის გადაღებაც მათი ამსახურებით ანუ იმპროვიზირებული. ხო, ეხა ვიფიქრეთ რომ მოდი პოდკასტის კონჩი დავსწრეთ და რაღაც გადავიღოთ და ძალიან დიდი დამსახურება ალკოსფეროსი და გირჩევთ რომ შეიაროთ ხოლმე, იმიტომ ძალიან ხშირად ძალიან კაი აქციები აქვთ და რაღაც კარგი რაღაცა გვთავაზობენ ხოლმე რა. რაც შეეხება სტუმარს, ხაშურელი პრინცის გარდა ეს არის გიორგი ციხელაშვილი, რომელსაც ჩვენ ციხელას ვეძახით, იმიტომ რომ მე ძალიან დიდი ხანი გარკვეული არ მქონდა რომ ციხელაშვილი იყო, ვიცოდი რომ ციხელაშვილი იყო. არ და ჩემი ზოგაცია. ჩემი და ცოტნესიც რა თქმა უნდა. გიორგი, როგორ გრძნობ თავს დღეს პოდკასტში? ვაიმე, ძალიან კარგი არის, უცხოთ ვგრძნობ ძალიან თავს მეგობრებო, ეს რაღაცა. ხო, როგორი აქცენტის გარეშე ცდილობს საუბარს. ხო, ხაშური გაბა. ნოვიობა. ძალიან კარგას, ერთადერთი რაც არის ცოტა გრადუსი მაკლია, იმიტომ რომ თქვენთან შედარებით ეხა ხო ვიტანი ამ კოკაკოლის მას. შენ რის გამოც არ სვავ? ცოტნე მაგის გამო სვავს, იცი? ვაუ. იმიტომ ცოტნე საყვარელი ის არის, რომ ჩემი ექიმი მოკვდა ოი ხუმრობა რო არის რა. მაგაზე. შენ ექიმის გამო არ სვავ და იმას კიდე ყველა ექიმი ვინც რაც არ უნდა უთხრა. მე ექიმი არ მყავს. მე ექიმი არ მყავს. ხო, რას გეყოლება, მაგას ვაბო. ჩემი ექიმი მოკვდა ოი ხო ის ანუ ვისი ის იყო? დამიშვი. პეპელა დაიწვა ამწავს ცეცხლში. ვახ, ძალიან კაი არის რომ აღნიშნე. მოვიგონე. შენი ძმა გამახსენდა ეხლა მომენტში უცებ. პეპელა რო დაიწვა. პეპელა დაიწვა ცეცხლში ეს რო თქვი? ხო. შენ ძმას ახასიათებს ხოლმე ეგეთი ისენი რა ქვია. არა, მართლა დაიწვა. არა, გასაგებია. აი პეპელაზე გამახსენდა ციხელა არის ბაიკერი. შესანიშნავი გადასვლა, მეგობრებო, ლაიქები და ბაიკერებს ხო, არ გითქვია არასდროს პატრულისთვის რომ აი დამანებე თავი რა პეპელასავით 2 წუთის. 2 წუთი მაგ დარჩენილი. ბაიკერების ფრაზა არის, ეგ ცოტნე თუ არ იცი ისე რა. დამხშეთ ეუნებიან ხოლმე. ანუ თავსაც ხო, რაღაცაზე უნდა. შანსი არ გაქვს. თავსაც ოდებენ თუ რა თემა. ბიჭო, აი ხო ისეთ პონჩი ეუნები რა, პეპელასავით 2 წუთი დაგვრჩენია და დამანებით რას მომზდევ. რაღაცა. რას პასუხობენ ხოლმე ბაიკერებს მაგ დროს? რას პასუხობენ? ხო. ბიჭო, არებს ეს დგარან ხო. ჯარიმის ქვითერს. ხო, ფასიანი გაღალდები შეიძლება გაჩუქონ. მე ვიტყოდი პატრულის ადგილას რომ მე იარები ძია ნელა. ბიჭო, ნელა დადიხარ ეხა დღეს, მაგრამ ხო. წეგან ჩემმა ძმაკაცმა დამირეკა, მომღერალია რა. გიტარაზე ახლა ვინ არის, მაგრამ ვერას ხავს და მომღერალია, მაგან დამირეკა რომ თეატრშიც აქვს. ხო, თეატრშიც. გამაჩერეს რა და ანუ მარტო B კატეგორიაა, G კატეგორია არა აქვს და გააჩერს და მაგაზე მინიმალური ჯარიმა არის და სულ ეგეთი არის რა გრძელდება მე. ვინც არის იცოდეს რომ B კატეგორია თუ გაქვს და მოტოციკლით დადიხართ 200 ლარიანი ჯარიმა არის მაგაზე. ოღონდ არ არის, მზარდი არ არის, ყოველთვის 200 ლარიანია. 14 ჯერ რო გაგაჩერონ, 14 ჯერ 200 ლარს დაგიწერენ. უბრალოდ მე ძმაკაცი უნდა მიიყვანოთ ვინმე ვინც ძმაკაცი მეგობარს და თქვენ ბაიკს ჩაიბარებს რა მაგ პერიოდში რაღაც და წეგან დამირეკა რომ ისო რა ქვია ვინმე არ გქოს შენ პრავა არ გაქვს ხო მეთქი არა მე წამართო ეს ეხლა ცოტა ხანი მეთქი შანსი არ გაქვს რაღაც რა და ვინმე და მეთქი ვისთან ერთად ვინ შეიძლება რომ მანდ გამოუშვა ყველა აქ არის მეთქი ციხელა აქ არის ის როგორ ზუკი აგერ არის კამერის უკან მეთქი ყველა ხო ცოტა ვაფშე არაფერი არა ყველა A კატეგორიანი მეთქი შანსი არის ახე ისე ეხა აი გენიალური იდეა თუ გაქვს ბევრი კატეგორია როდესაც გაჩერებს პატრული და ნასვამი ხარ უნდა გართმევდეს იმ კატეგორიას რომელ მაგარაზეც იხარ რა ანუ ყველა ძალიან პრავას კი არ უნდა გართმევდეს კატეგორიას უნდა გართმევდეს ხო რაღაც მე პირადად
ბაიკით სუფხიზელი დავდე, მანქანაზე შეიძლება დავოლე. სამართლიანი ეგიც რატო არის? იმიტომ რომ ცალ-ცალკე აბარებ ყველაფერს რა. A კატეგორიას რო ჩავაბარებ მე. B-ს, T-ს და იმეს ხوار მაძლევენ, B-C, ABC ხوار მიტყავენ ყველას არა? ანუ მაგპონჩი რაღაც, მაგრამ ნასვამობა. არა. ნასვამობა ეს პირადად მიბარდა უგუნდიშას. მე მითხრა შეგვაღოთ აბა მძღოლი თუ ხარ? აბაროტი მიჩალჩე გზაში რო უთხარი მძღოლი ხარ მეთქი მაგითო. მაგრა ჩარჩა გულში ძმაო, აი არ ვიცი. მაგას როგორ გამოვასწორე? არა, გადაობა ის არის, მე ამას უეუბნები, რომ მე და შენ ვართ მეთქი მძღოლები მეთქი ხო მოტოციკლებზე. მანქანას ესეც ძალიან მშვიდად ატარებს და მეც. მოტოციკლს არ შეეხება. ეს ამასაც აკლია, ფსიქოლოგიური პრობლემები ამასაც აქვს და მეც მაქვს. მოტოციკლზე რო ვждები მეც, ოღონდ მარტო თუ ვარ, ეხლა ვინმე თუ მიზის უკან. გუნდში ამოსაჭრელი იქნება ეგ ყველაფერი ხვდები. ფსიქოლოგიური პრობლემები გვაქვს. ძმაკაცებს მენტალურად აქვს დანძდა. ეხლა ის ავტომატი ამოიღე და დაიწყე გაკარი. არა, აუხსნი ეხლა რატო რა? მაგალითად ფსიქოლოგიური პრობლემები რატო გაქვს? ანუ განსხვავებას ვიტყვი რა. არა, მივხვდი რომ 5 ხე რომ მოტეხე აქ. ვიცი რომ გაქვს, ანუ ხუთი არა თუ შეიძლება დაგვიფასე და თან ორივე ერთად. დაგვიფასე და 7 რაც იყო კი, ენაც ვარ. მაგრამ გავხმარი რა. რას ვარ ვიცი? ანუ ზუკიც რა, ეხლა კამერის უკან ვინც დგას, ჩვენი ზოგადად ბაიკერია ეგეც. ზუკის თავი დაანები. ხო და ზუკი ყველაზე წესიერი ბაიკი. მე ციხელა და ზუკი რო დავდივართ. ზუკი თუ წინ მიდის, ანუ ისინი აქ რა ბაიკერებს ხო აქვს რაღაცა მინიშნებები, რომ ცუდი გზაა, პატრული მოგზდებს და რაღაცები ხო გვაქვს ესენი რა და სადმე იემკას რაღაცას თუ ააცილებს, ზუკი უეჭველი ესე გვანახებს ხოლმე და მე და ეს ხვდებით უკან სიცილით შეჩემა რა, იმიტომ რომ როგორ დავდივართ ხოლმე, აჩო მე და ეს იდიოტები დავდივართ რა ყოველთვის. ის ძალიან პატიოსანი კაცია რა. მაგიტომ ფსიქოლოგიურ პრობლემებს მაგას ვამბობ, რომ ესეც იდიოტია და მეც სიარულის დროს მოტოციკლზე რო ვждებით. ოღონდ არასდროს მოტოციკლით სხვისთვის საფრთხე არ შემიქმნია. არა ხო. ვისაც რამეს თუ ჩემ თავს თუ დაუშვებ რამეს მარტო. ეგ ნაღმე. შანსი არა, სხვას არა რა. გაიხარ ჩემ. თრალი ვიყავი სხვათა შორის ლიშენია რომ დავიწერეს მოტოციკლი. მაგრამ სხვისთვის საფრთხე არ. არაფერი არ დამიშავებია არავისთვის საერთოდ ვაფშე რა. ჩემი ეს თვილად დაგიწერეს. ბიჭო ხო, სხვათა შორის რაზეც გამომეკიდნენ. მაგის საბუთი ავიღე, რომ არასწორად გამომეკიდნენ. ავიღე და ხო მე რომ მივწერე საბუთები რომ ჩაუგდე იმას. იმ ძლიერ კაცს, რომელმაც ძლიერი რატო არის თუ უყურებს ამას მიხვდება, სისულელეს მეუნები, მეთქი რა გადაკეთებული, ეხა მეთქი ვერ ერკვევი ბაიკებს დამარები თავი და მეორე მეუნება, რომ ესეც ბაიკერია, მეთქი ჩემი დედა ვატრი, ეგ რომ ბაიკერი იყოს, ბაიკი თუ წამართავს მეთქი სხვა შორის ამის წინ გავიჩნდე იმაში, რა ქვია, ტაქტიკალი ხო, ტაქტიკალ G. გავიჩნდე მაღაზიაში და მან იყიდება ისინი, ხმის საზომი ჩუქები რა და ბიჭო, ალბათ ბაიკერებმა უნდა დაიძრიოთ თითო ეგ. აზრი არ აქვს. აზრი არ აქვს. აი ესე უსმის პატრულია, მე შემილია ეხა რომ პროსტა iPhone-ში არ ანუ ძომა რო არის, აზრი არ აქვს მაგას. პროსტა გეუნები რომ ეს გადაკეთებულია. ანუ თუ ხმაზე და უმტკიცებ შენ. ხო. რომ ეს არ ხმაურობს იმ დონეზე გეუნებ რომ გადაკეთებულია. მაგას როგორ უნდა? სამაგიეროდ ჩურიტი არა, ნახე ეხა მე შემიძლია აპლიკაცია გავუხსნა. დავქოქო მოტოციკლები და ვანახო რომ არაცდება დეციბელს, მაგრამ კანონი არ გვაქვს ჯერ მაგაზე. კანონი რომ შემოვა იქნება 80 იქნება ღამის პერიოდში და 95 დღის პერიოდში დეციბალი. ვა. ხო და აზრი არ აქვს. კანონის თემაზე კი ვიტყოდი ერთ-ორ სიტყვას, მაგრამ ნახდით არ მინდა 1-2 კვირით ციხეში მოხვედრა, ამიტომ თავში ვიყავ. მე ვარ გამოსული ინიციატივით, რომ შლემით სიარული მომიხსნა. ძალიან ისეთი არის რა. დღეს მეუნება. დღეს რა, ერთ-ერთი დღესაც მეუნება მე რომ. იტყვი, არ ვიცი, შეიძლება ხმაც მივცეო. არა, შლემით ჩაფხუტს მოხსნიანო. ჩაფხუტი მოხსნა და დავფიქრდები, რომ ჩაფხუტი რა, ჩაფხუტის გარშეზე. ბიჭო, ის ევასება რა, Top Gun-ში Tom Cruise როცა თვალი დადის მარტო. ფათაშე შემდეგი სტუმარი Tom Cruise იქნება. უშუალოდ Top Gun-ი. უშუალოდ Top Gun-იდან Tom Cruise შემოვა. მე ძლიერაზე გავიგე რომ მაგარის ფენა აქვს. აუ ძალიან. ყურით გაზომა რომ გადაკეთებული იყო, ოღონდ მე შემცდა რა და თვითონაც არ იცოდა. დეციბელები გაზომა, ანუ ხო დეციბელები გაზომა ძალიან არა. თელი ციფრის გაზომა და პლუს ყველაფერში ძიმეს მერე კიდე რა მოხდა. ყველაფერში შეცდა ოღონდ, ხო იცი? ყველაფერში შეცდა. სამხარაულში ავედი მერე, ორივე ის ჩაუტარე ბაიკს, ორივე გამოკვლევა, გადაკეთებული იყო და დეციბელები გავაზომინე. ვა. დამიწერს რომ არ არის გადაკეთებული და დამიწერს საღამოს 7-დან 8 საათამდე ვარ გაჩერებული მე. დამიწერს 11 საათის მერე არ აკმაყოფილებს ჩემი ბაიკი იმას რა, ანუ 11-ს ვერ ცდება, უკვე
17-18 დეციბელი დაწერა 95 დასაშვები რა. თერთმეტად საღამოს ვარ გაჩერებული. ანუ მაგაშიც ვჯდები იდეაში ყურითაც ვერ ისმინა. ვერც ის იპოვე. აი ყველაზე გადაობა რაც მაინტერესებს ახლა რაც ბევრი საინტერესო იქნება ეგ საბუთი რაც გამოგატანეს მე რომ აი ამაში ჩაჯექი ეს ვარ და ეგ მომენტ რომ შემდეგზე გაგაჩერებ გზაში შეგიძლია ასახეზე არა ძლიერად თუ გაგაჩერებს ნახე აუ მეთქი რაღაც დათვი მორბიის თქოში ძლიერად თუ გაგაჩერებს გეტყვი რა თვითონ გეტყვის კაცო ის ძლიერად გეტყვის უჭული რომ მე რა ვიცი ზმოიქ საბუთი როდის ახლა მაგის მე შეიძლება გადააკეთე და უჭული წაგართმოს მაინც განვაზრია ო იმიტომ რომ ძლიერია არა და საბუთები გამოიტანა გუნდიშა ლაპარტნიკში იღლიაში ეს ჩატენილი მაქვს მოტოციკლის თავის სურათები ლაპარტნიკი რა ჩემი არა ლაპარტნიკი მეგობრებო არის ხაშურში არის წარმოება აწარმოებელი ლაპარტნიკის დედა ჩადი შეიზინეთ ნაღდით ყავა არა ლაპარტნიკით რო გამოგეტანა ძლიერას ვერაფერს ვერ გეტყოდა აგე ლაპარტნიკში ვიდეოს წვეჩი გეუბნები ზაფხულში ძმაო როდესაც ბაჟები ღია გაქვს რაღაცა რომ რაღაცა მაინც იმოძრავოს ჰაერისნაირმა ზუსტად გვერდით ქუჩაზე ბიჭო თან ეგეთი ადგილიც არ არის რომ იგაზაო რა ანუ ლაპარტნიკი იგოზაო ლაპორტნიკში მოკლე მონაკვეთია ეხა ბაიკისთვის ხო ხვდები რა აი გასაქანი რო გინდა მანდ არ იგაზავებ რა მაგრამ არა ბიჭო მაინც მანდლა ჩაეჭირათ ბოლომდე ეგ პრობლემა არ მოდის იმიდან რომ მარტო ბაიკერებიდან რაღაც ეგ პრობლემა მოდის იქიდან რომ ძღოლებით სულად ატარებენ მანქანას და არა ღამე შეჭმა ღამე საცალაძე ხო ვიცი ბაზარი არ არის მაგრამ ნახე დღის იმ მოტოციკლით დღეს დადიხარ და ღამეც ხო და დღის მანძილზე რომ მოძრავ იმ მოტოციკლით ხო მაგალითად ან მოპედით ან ნებისმიერ რაღაც ეგ ტრანსპორტი ორ-ორბლიანით რა ხმა თუ არა ხანდახან ანუ იმდენად ვერ გხედავ არა მაგაში ედახმები კი სახიფათო რაღაცები ხდება რა და ანუ გვერდზე რო ჩაული ხა მოტოციკლით იმიტომ ყავს რომ საცობში და იმაში რო ხარ გაძრე კარგად რა და რო ვერ ხედავს და გადმოგიკრავს ან რაღაცა ცუდი არის რა და მაგ პონჩი გინდა რომ ხმაც ქონდეს რომ ცოტა შევრიდან შეგამჩნდეს ბაიკერების ზმაკაცი ვარ და ვიცი ჩაჭერილი ბაიკის ხმა და უბრალოდ გავლილი ბაიკის ხმა მინიმუმ ეხლა ხარ სამ ბაიკერთან ერთად ხო და ანუ ტიპები რო ღამე რაც მესმოდა მე მან რაც ხდებოდა მან იყო ძმაო ანუ შეგიძლია გადაჭერილი უბრალოდ რომ აი ძრავს სახე-სახევდნენ რა მე აი სხვათა შორის ანუ ხა ისე ვილაპარაკე პატრონზე თითქოს ძალიან ისინი იყვნენ რა ძალიან ცუდები და უეჭველი მოგზაურობა არა ძალიან ძლიერი ხო ძლიერები პატროლის რამოდენიმე თანამშრომელს ჩემთვის უთქვია რომ ანუ მართლა აი პროსტა რა მაინდა-მაინც თუ მელიქიშვილზე არ გაივლი ბოლომდე გადაჭერილი და ანუ არაფერს არ გეტყვიო რა ანუ არ გამოგეკიდებია ანუ დაძდებენ მაინც ხო რა ანუ შეიძლება გაგიტარებენ აი ხმაურსაც რა რაღაც რომ ხედავ რომ მიგორავ შენთვის და არ იმოშვები რა შუაღამისას მართლა სახში მიდიხარ და twins არ გუნავთ ყუილა რა და სამხარაულშიც ეგ მითხრეს რა ექსპერტმაც ეგ მითხრა რომ თუ მაინდა მართლა არ დააშავებ რამესო არ გამოგეკიდებიანო რა ძალიან სხვა რაღაცა თუ არ ხენი მაგრამ ის არის რა გეთანხმები მეც მაო ბევრჯერ დამხმარება დაჟე პატრულა დამხმარებია გაჩერებულ ბაიკზეც ეგეთი ფაქტებიც ყოფილა რა გაჩერებულ ბაიკს დამხმარები რა ხო აი ბაიკი ჩამიქრა ერთხე ღამე იყო 12 საათი თუ რაღაცა და რა მომაწვა ტიპი და მაკოქინა ბაიკი ცეპლინია იყო გაწყვეტილი და სახლამდე ეგრე მივედი გაქცეული ცხენი ხო არ დაუჭერია შესვიდა 1-2 საათიდან მოყოლებული ცოტნე იძახისო თენდებაო იმიტომ რომ იქით რომ გაიხედა აი განთიაც გავს როგორ ეხლა მაგას ვერ გამოვაჩენთ კამერა ვერ დააფიქსირებს მაგრამ გონია რომ მზე უნდა ამოვიდეს აი ცოტა განთიადის მუღამია კაკაურობას რა და არა და ძალიან დიდი ხანია ესია უკვე შეება ანუ უკვე 2 საათია ეგეთი თემაა მე შენ გეტყვი იქ რამე ქალაქია რომ უნდა ანათებდეს ზანცდები არაფერი ისეთი არა გზა სადაც არის იქიდან ნისლი იყო ძალიან კაი ხან ნისლი იყო ვაფშე გზის პირიც არ ჩანდა თან დაიფარება ის ადგილი დასახლებული ადგილი ეგ ადგილი ვაფშე არ ჩანდა ნისლი იყო ისეთი რა ყველაზე მნიშვნელოვანი გიტოვებთ მაგიდას დიდი ალბათობით დაგიტოვებთ მაგიდას რომელიც არის ჩვენი ხელთქმნილი ჩვენი შექმნილი არის ეს მაგიდა და ვისაც გესიამონება და მოხვალთ აქ ხდება ჩვენი აწყობილი მაგიდა და ერთი ჩიქა ჩვენი სათხილზე შეგიძლიათ თქვა აწყობილი კერძოთ შენი ციხე იმიტომ რომ ეს მონახაზი აწყობილი არა დაწნული და დასკოჩი კი და დღეს
წალკაზე გავიარეთ და წალკა კი არა, რა ქვია. დაშბაშის კანიონზე. ხო, დაშბაშის კანიონზე. კრაშბაშის კანიონი. მან გითხრეს, რომ თუ ქართველი ხარო, უფრო იაფად იქნებაო რა, ის შესვლა უბრალოდ. ხო, აი ხა არც მახსოვს რომ არ მოგატყო. გუნდიშასთვის იქნება ეგრე ხაშურში რა. ანუ თუ გუნდიშა არ ხარ, უფრო იაფი იქნება. უფრო მსუბუქად ვინმეს თუ აინტერესებს დაშბაშის კანიონზე ფასები, ეგ გავიგეთ უბრალოდ და გეტყვით. 46 ლარი ღირდა ხო შესვლა? 35. არა, 46. ბიჭო, იმაზე ეწერა რა ქვია მაგას ბანერზე 35 ლარი შესვლა. რუსულად ხო არ კითხე შეჩემ რამე? არა. კი, და მე რა მითხეს იცი? Если вы русский, თუ რუსი ხარ. არა, მე ხსოვს გამოходит თორე ეგრევე 46 თქვით. მართლა? კი. კი, 46 და 120 თქვით ის, ხო? 120 ეწერა კი. ველოსიპედით რო გადადიხარ. აი, ჩემი აზრით 120, ერთი 120, ორი კაცი თუ ხარ, ერთ ველოსიპედს იყიდით. და შეგიძლიათ თქვენით გაიაროთ. თქვენით რომელიმე მე და გუნდიშა ვაპირებდით, მაგრამ აი ხო გვინდოდა ხო იმ თოკით რო გავაკეთები და ეგეთი ბევრ რაღაცას ვაპირებდით. მაგიდა გავაკეთე. დაგვრჩა და ჩემი აზრით ძალიან ძვირია. ძალიან ძვირია, მაგრამ ძალიან პოპულარული ადგილია. რა ეგეთი არა, არ ვამართლებ. იდეა პოპულარულია თუ არა? ძალიან ძვირია. კი არ ვამართლებ. სამი შვილი თუ მყავს და მივდივართ მაგალითად რა ოჯახი რომ მიდის და 250 ლარი უნდა გადაიხადო რომ დაშბაშის არ ვამართლებ შეჩემა კრაობა იყიდება. ძალიან ბევრი კანიონია სადაც ხიდი არ არის და მიხვალ და გაგისწორდება რომ გადაიხედავ. უფასოა. თუ ექსტრემი გიყვართ მაგალითად და გინდათ რომ ველოსიპედით რაღაც ექსტრემალური ის მიიღოთ რაღაც სიამოვნება და ეშვით ველოსიპედით რაღაც გადაიაროთ იქ 3 წუთი თუ 4 წუთი ცოტა არ ვიცით რამდენი ხანი არის. არა, პირობითად თქვი ხო? მაგალითად მოტოციკლეთით ერთი გაკვეთილი 50 ლარი ღირს 45 წუთის განმავლობაში რომ გაასწავლოთ ან მოტოციკლის ტარებას ისწავლი, საწოლებში არის დგები, შეიძლება პრავაც მარტივად აიღო და თან ძალიან კარგი ექსტრემი არის მოტოციკლით აქტივობა. არ ვიცოდი მე და თურმე წონაშიც კარგად გაკლებინებს. ბაიკი? ხო, იმიტომ რომ ჩემმა სამაჯურმა მითხრა არაფერი არ ჩამირთია, არაფერი არ მithქვამს რომ ამას ვაპირებ. მოტოციკლით რო ვიარე, ანუ რაღაც მე ციხელა და ტომ კრუზა ვიყავით გასულები და სამაჯურმა მითხრა კარგად იმუშავეო. ამას მე ვიცი რატო აკლებინებს, ხო? ეთქო რულია უთამაშდა რაღაც მომენტში და უცებ დაიწყო 1-2 კილო. არა, იმათ ფიზიკურად. წრის. აი, დაგემშვიდობებით. ჩემო გიორგი. იყო მადლობა რომ ჩვენს გვერდით იყავით. ხაშურალი პრინცი, იგივე გიორგი ციყელაშვილი, პაკლიშკუ ციხელა. დაგემშვიდობებით. ეხლა ტომ კრუზი შემოვა ჩვენთან ეთერში. ტომ კრუზი. საღამშვიდობის კი არა და დილამშვიდობის ჩემო ზურიგო. გადავათენით მაგას უბაში. ზუკი არის ჩვენი არა, შეიძლება ვიღაცა მე იცით რაღაცა, მაგრამ ზუკი არის ოპერატორი პროფესიით. არა, პროფესიით ისე ასტროფიზიკოსია. და ის რა ქვია, როგორც ვიცი, ძალიან კარგად ერქვევი ზოდიაქოებში. ხო და უბრალოდ ესე მე ცხოვრება მოიტანა, რომ ოპერატორი გახდა რა მე და ძალიან დიდი ხანია ოპერატორია. ჩვენთან ოქტოპუსზე ძალიან დიდი ხანია ბოლო პერიოდი რა, ბოლო რამოდენიმე წელია უკვე რაღაცას რო ვიღებთ ხოლმე ზუკი ჩვენთან ერთად არის ყოველთვის კადრს უკან და კადრშიც ჩემი აზრით ბევრს უნახავს უკვე იმიტომ რომ მე ძალიან ვცდილობ ხოლმე რომ ზუკი გამოვაჩინო ხოლმე ძალიან მეოსება ხოლმე მაგრამ როგორც წესი ოპერატორებს კადრს უკან ხო კადრს უკან ვიცი რომ გირჩევნია ხოლმე ყოფნა მაგრამ დღეს ესე მოგიწია რომ კადრშიც უნდა გამოგაჩინოთ რაც ძალიან ადვილია იმიტომ რომ ძალიან ახლო მეგობრები ძმა ხო რა თქმა უნდა სანამ გავაგზავნებთ ყველაფერს ზუკი შენთანაც არის ეგ თემა, ჩვენ გვაქვს დარჩენილი კიდევ 3 ფურცელი, ხო? იმის გარდა რაც ამოიღო ჩვენმა დამკვეთმა დამხმარემ გვერდში მდგომმა ადამიანმა. დამკვეთი და არქი. პირველმა ვინც დაგვიკვეთა რომ სამხრეთით წავსულიყო. მოკლედ, შემდეგში თუ გავაგრძელებთ ამას 3 იქნება დარჩენილი, ხო? ეხლა არ ამგონია რომ ჩანდეს, მაგრამ აქ არის აღმოსავლეთი, დასავლეთი, ეს შეიძლება სამხრეთი იყოს, იმიტომ რომ 4 ფურცელი ჯიბეში ჩავიზო. ჩრდილოეთი, კი ბატონო. რა მომენტია იცი? პირველ რიგში რომ რაც ვთქვი რომ საცდელი ვიდეო და რაღაცა გვინდოდა რომ რაღაცა განსხვავებული გაგვიკეთებინა, რაღაცა საინტერესო, მაგრამ ამავდროულად თქვენგანაც გვინდა დახმარება იმ კუთხით რომ თუ ამ სამ კუთხეში მოხვდებით სადმე, ანუ რომელიც ამოვა შემდეგზე, მაინც კომენტარებში რომ დაგვიწერონ იმისთვის, რომ გავითვალისწინოთ ხალხის აზრი. ხო, აი ხა სადაც წამოვით, აქეთ ხარ ზუკის საყვარელი
კუთხე არის. იმენა გამორბის ხოლმე, ერთ-ერთი სული ხომ გზაში ყველაფერს გვარხებ და აქ ეს ხდება რაღაც. სხვა დანარჩენზე თუ რაღაც რჩევები გაქვთ მაგალითად ამოვიდეს დასავლეთი, აღმოსავლეთი ან ჩრდილოეთი, რამე იდეები თუ გაქვთ, სად შეიძლება წავიდეთ და სად იქნება ძალიან კარგი რაღაცების ნახვა, შეგიძლიათ დაგვიწევთ ლოკაცია პირდაპირ და ეს ნახეთ და ეს ნახეთ, ან ეს გააკეთეთ, სადაც მივალთ. და სხვადასხვა თეორიულად არის საშუალება, რომ ამ შემთხვევაში თუ ვიღებთ ერთღამიანს, ხო. მერე იყოს თუ კარგი ადგილი იქნება, ბევრი რაღაცა იქნება, ორდღიანებიც, ორღამიანები უბრალოდ რაღაცა უფრო მეტად გავერთოთ, უფრო მეტი ნახოთ. იდეაში რადგან ამოვიდა სამხრეთი, არ მოგვიწია იმ პონჩი ძალიან დიდი დროის დაკარგვა გზაში რა. ალბათ. ანუ რაღაც პონჩი მოგიწევს, მაგრამ ძალიან დიდი დრო. მაგალითად ხა შეიძლება ამოგივიდეს დასავლეთით რო წახვიდე, ძალიან შორშეგილია წახვიდე, რაღაც კაი ლოკაცია რომ მოიფიქრო უცებ რა. ვინურსდენში ხარ იმაში რომ 2 დღის წახვიდე ან 3 დღით რა და თავს არ ვიზღუდავთ. ანუ ნებისმიერ ადგილას გვინდა რომ წავიდეთ და რაც ყველაზე კარგს ვირჩევთ, მაგ მიმართულებით წავალთ. ოდისეი არ გინახავს, ხო? არა, ჯერ არა. ახალი ფილმი ნოლანის. არა და ძალიან მაინტერესებდა. შენი გულწრფელი აზრი მაგასთან დაკავშირებით, რამდენად მოგეწონა მეთქი კადრები და გადაღება, ნუ ხერ დაიწუნებ იასნია. ისეთი კაცი გადაღებულია, მაგრამ რაღაცები მაინც ხო შეიძლება და სხვანაირად გეთქვა. არც ცოდნეს არ უნახავს. სამწუხაროდ, მაგ ფილმზე ვერ ვისაუბრებ. მე არ მინდა რომ დაგასპოილეროთ რამეში და რამე ისეთი თქვა საერთოდ ვაფშე რომ რაღაცა კასტი არის იდეალური, ძალიან მაგარი, გადაღებაც მე პირადად მომეწონა, ძალიან დამევასა. იყო კომენტარები, რაც გადავხედე, სანამ ნახავდი მანამდეც ვნახე, რო გადავხედე რაღაცებს, იყო კომპოზიტორთან დაკავშირებით. აქამდე იყო ყოველთვის ხა ნოლანის ჰანს ზიმერი ძალიან თემა არის, ხო იცი? არ მახსოვს მართლა ეხლა ვინ იყო, მაგრამ ვიცი რომ არ იყო ეგ და ცოტა აი შეიძლება იმოქმედა იმენ რომ წაკითხული მქონდა ეს რომ კომპოზიტორის თემა არ მოეწონა ხალხს. შეიძლება მაინც ექსტაბილება მქონოდა, მაგრამ აი უფრო რომ მივაქციე ყურადღება, მე მივხვდი რომ ხო, ბაზარი არ არის, უკეთესი შეიძლებოდა რომ ყოფილიყო რაღაც პონჩი, იმიტომ რომ ის დამაკლდა რა ცოტა სიმძაფრე რაღაც იყო ეგეთი მომენტები, სადაც შეიძლება და ბევრად მძაფრი მუსიკით, კარგად რაღაცეების. მაიტანასოს ნახე აქ. ბიჭო, აი თავიდან ბოლომდე არ მაქვს ნანა. აი, ნუ მაგას ნუ უყურა. საუნდტრეკები აქვს ძალიან მაგარი. ჰანს ზიმერი. მოდი მარტივად რომ გავიგოთ ჩვენი შეხედულება, შენი საყვარელი ფილმი რა? ერთი არა. ხო, აი ერთი მინდა მე. კაი, ჟანრი რო გითხრა, მე გეტყვი ერთ რამეს რომ აი ყველაზე მეტ ჯერ მინახავ. კაი, მოდი ერთი ქართული გითხარი და ერთი ის რა ქვია. ქართული, ნუ ცისფერიტები ალბათ. ხო, გვიჭველი მაგას. რაღაცა და მამაცი გული თქვი პირველი. ვიქნები ორიგინალური, მაგრამ ცისფერიტები და მამაც გულს რა შეეხება. საყვარელი ესე ფილმი არ არის, მაგრამ გონია რომ ყველაზე მეჯერ მაქვს ნანახი რა და მაგიტომ ვამბობ მაგას რა. გუნდის, სხვათა შორის შეეხარ ადამიანი, როგორც მახსოვს რომ ბეჭდების ბზანებელი არ გაქვს ნანახი. ნანახი მე. აი ხა უკვე არა, ბეჭდების ნანახი მაქვს, მაგრამ ანუ მე არ ვარ ისეთი ფანი როგორც ხვები და რაღაც ანუ არ მაქვს რამოდენიმეჯერ ნანახიან რაღაც. აი ეგ შეიძლება. არ ვერ ყვევი რაში. შენ წინაზე თქვი უბრალოდ არ მაქვს ნანახი. არა, ბეჭდების ნანახი მაქვს, მაგრამ იმდენად ადრე როცა გამოვიდი მაშინ, ან მაშინ მაქვს ნანახი და ეხლა რომ გითხო ეს ნაწილი, ის ნაწილი, მე ჰობიტი და რაღაცა აგენი არ ვიცი რა, რა არის მე და როგორ და რაღაცები. არა, 3 ნაწილია, შეჭება ტრილოგია არის და მე ჰობიტის ნაწილები. ხო, ანუ არ მაქვს ნანახი ეგრე რა. აი, ფილმები რომელი არის? ოღონდ ფრანშიზა. ანუ ის არ მაინტერესებს. აი, ერთი ფილმი არის და მაგარია, ეგეთი ბევრია ძალიან და აი, ტრილოგია, ფრანშიზა რაღაცა ეგეთი. სასტუმრო ბუდაპეშტი მევასება. ეგ არის ერთი ფილმი, კაცო, მაგის გაგრძელება არ არსებობს. მე გეუბნები აი ზოგადად გაგრძელების ამბავში. ხო, აი, ბეჭდების ბზანებელი, ბლეიდ რანერი, რაღაცები. ფორსაჟი. პაპსა ხო, მაგრამ ყველა სერია ნანახი მაქვს. ბოლო დროს რაც უყურე და ძალიან გამისტორდა მეორე ნაწილის რო გამოვიდა და ძალიან მომეწონა პლატფორმა. აი, ის ზემოთ ქვემოთ რო ჩადის. ან დამევასა პირველი ბიჭო, ძალიან აი ფსიქოლოგიური. ხოდა ნუ დამევასა, ძალიან. ის არის რა. ძალიან დამევასა. ძალიან. მე ცოტა ექშენი. просто აი გამახსენდა, იმიტომ რომ ბოლო დროს ეხა მეორე ნაწილი რო გამოვიდა, არ მქონდა ნანახი და ბოლო დროს მე პირველსაც უყურე და მე ეგრევე მეორე ჩავხდი და მეორესაც უყურე რა და ძალიან გამისწორდა.
ანუ ძალიან გამისწორდა. ანუ რაღაც ისეთ რაღაცაზე არის გადაღებული, რაც საინტერესოა მგონია რა და რომ უყურებ რაღაცას, ან შეგიცვლის, ან დაგანახებს, ან რაღაცა გამისწორდა რა, ანუ საინტერესო. ჰარი პოტერი ნანახემთ და არ მოწოთ ხოლმე დიდად რა. ბიჭო, აი მე მეორეც კარიბის ზღვის მეკობრეები. კარიბის მეკობრეები ალბათ ერთ-ერთი საყვარელი გასართობი რაღაცაა. მე ალბათ პირველი, მეორე, მესამე დალშევსო. ფილმები რომელიც გეზიზღებათ. მე ეგრევე ვიცი. ხო, დავაი. არის ბირდმენი. ბირდმენი რა, რას? ანუ არა, ძალიან ტვინის ღუნობა ფილმია, უდავოდ, მაგრამ. ბირდმენს რო უყურე, ეგეთი დაგრუზული, ეგეთი ცუდ ხასიათზე არ ყოფილა არც ერთი ფილმის ყურების მე, იმიტომ რომ დაახლოებით 2-3 დღე ვიყავი ცუდ ხასიათზე. მართლა გემრა ეგ რაღაცა რო უყურე 2-3 დღე გამოქლიავებული ვიყავი. იმდენად აი არ ვიცი რატო იმოქმედა ეგრეთან რა. აი გამოვშტერდი მაგაზე. და დაგრუზვაზე კიდე ბაზარი არ მაქვს ხომ, მაგრამ არ მევასებასთან ძალიან შორს არის. რა არის, იცი, ზოგი ფილმი შეიძლება ზოგმა ფილმმა შეიძლება დამგრუზოს, მაგრამ არ ვიტყვი რომ ცუდია თქო. არა, ხო, მაგას ვამბობ მეც. ანუ არ მევასება და ცუდი იყო და რაღაცა ჩემთვის ბირდმენი არის. ვერ ვიტან მაგ ფილმს. რაც არ უნდა კინო შედევრი იყოს, ვერ ვიტან. და დამგრუზა ეხა მაგალითად არის ცხოვრება მშვენიერია არის დამგრუზა აღარ ქვია ჩემთვის მაგ ფილმს ანუ იმოქმედაც აღარ ქვია რაღაცა ის მაგრამ უტოპესი ფილმია ჩემი საყვარელი ფილმია ვაფშე ცხოვრება მშვენიერია ჩემი საყვარელი ფილმია და დამგრუზაც აღარ ქვია ნუ აი იმოქმედა ჩვენი უბნის ბიჭები სასწაულად ისე იმოქმედა ჩვენი უბნის ბიჭები არ ქვია იმას თუ რას? ღიმილის ბიჭები. ღიმილის ბიჭები შეცვიმა. აი ჩვენი უბნის ბიჭები რა დებილობა. არ მახსენდება ესე. უბრალოდ არის რაღაც ფილმები, ანუ უბრალოდ მიმართულება, რომლებიც დიდად არ მომწევს, მაგრამ მე ეგ არტჰაუსზე თუ მელაპარაკები ხა? რაკით და პირით რო ერთმანეთზე აბავს. ეგ მაგარია, შეჩება. მაგარია? გენიალური შედევრია ეგ. პირით რო აბავს, ეგ არის ადამიანი მრავალფეხა. ხო, ადამიანი მრავალფეხა, მეგონი ეგრე და ერთი ნაწილი არა აქ თან. ნუ რამოდენიმე ნაწილი აქვს, იმიტომ რომ ტრეშის შედევრია შეჩება რა ასამ. გაიზდები. ბიჭო, აი ხა მაგალითისთვის რო გითხრა, ჩემი აზრით ადამიანი მრავალფეხას გაცილებით უფრო მეტი გავლენა აქვს და უფრო მეტი გაუკეთებია კინოსთვის, ვიდრე იგივე ფიფქიას ახალს შეჭება, რომელშიც ადამიანი მრავალფეხაში გადაიხადეს, რავი, გაწელე-გამოწელე 10 მილიონი, არ ვიცი, შეიძლება 5, შეიძლება 1, ანუ მართლა არ ვიცი რამდენი გადაიხადეს და ამაში გადაიხადეს 200 შეჭება, თავისი CGI-ით, თავისი სპეცეფექტებით ყველაფრით. და ეხა მითხარი, რომელი უფრო საშინელება, აი დამიდე იმაში. მე რო ის CGI-ია. აი ზურიკ ეხა სანამ ცეცხლთან პოდკასტის დასასრულს არ მიუახლოვდებით, მაგ ერთი კითხვა მაქვს მე მხოლოდ და ამაზე პასუხობდი გაგანთავისუფლებთ დაკავებული პოსტიდან თბილისში, სად შეიძლება შენი აზრით კარგის დათრევა? მე მგონი რომ ისება ბოდიში რომ სანამ კამერას ჩავთავდით, ბევრად კარგად და საინტერესოდ საუბრობდით ყველა რა. მაგ გათიშე რა ესა, ვინ ჩართო ესა? გათიშე მან. გათიშე.